First of all, for territorial integrity. The plan for Russia is first to crush Ukraine. რუსეთის გეგმაა უკრაინის როგორც ქვეყნის განადგურება. შემდეგ რუსეთი გაზრდის ზეწოლას, მოახდენს დესტაბილიზაციას და გაყოფს ნატოს, ევროკავშირს და ყველა სხვა ალიანსს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მთელს მსოფლიოში. რუსეთი ამას გააკეთებს. ფაქტობრივად ტრამპის რიტორიკა ნატოს შესახებ არის ის, რაც საბჭოთა კავშირსაც სურდა, რომ დაეყო ნატო, დაეყო ევროკავშირი, რომელიც სხვადასხვა ფორმით არსებობდა. ასე რომ ეს პუტინისთვის ახლა შესაძლოა რეალობად იქცეს. უდავოა მისი გეგმა არაა შეჩერდეს მხოლოდ უკრაინაზე. არამედ მისი სურვილია გააგრძელოს შემდგომი ექსპანსია მსოფლიოს სხვა რეგიონებში. ახლა პუტინი ღიად ამბობს, რომ ოკუპირება უნდა უკრაინის 4 რეგიონის. მათ შორის იმის, რის კონტროლსაც ვერ ახერხებს ახლა. რუსეთი ვერ აკონტროლებს ზაპორიჟიეს. რუსეთი ვერ აკონტროლებს უკრაინას. მათ შორის ვერ აკონტროლებს ერთ ქალაქს ლუჰანსკის ოლქში. ასე რომ პუტინს სურს ამ ყველაფრის დაპყრობა. მას ეს უნდა, რადგან როგორც იცით, კონსტიტუციაშიც ჩაწერა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ნაწილია. სიგიჟია, მაგრამ გააკეთა. ფიქრობ, პუტინი გააგრძელებს ზეწოლას უკრაინაზე. ერთადერთი რამ, რაც პუტინს გააჩერებს, ესაა ძალის დემონსტრირება. აგრესორს სხვა ენა არ ესმის.